აი ხშირად მსმენია, რომ მარიხუანა ეხმარებათ დაძინებაში, ჩაძინებაში, დამშვიდებაში. ეს არის მცდარი შეხედულება. ძალიან ბევრი ინფორმაცია ინტერნეტში მარიხუანასთან დაკავშირებით და მათგან დაახლოებით 80% არასწორად აღიქმება ადამიანების მიერ და აი მაგალითად გეტყვით მე ეპილეფსით დაავადებულ ადამიანებზე, იმიტომ რომ მე ხშირად მაქვს შეხება ესეთ ადამიანებთან და კითხულობენ ინტერნეტში რომ მარიხუანა არის თქვათ ეპილეფსიური გულყრების საწინააღმდეგო საშუალება, რაც არის ტყუილი. ეს არ არის ეპილეფსიური გულყრების საწინააღმდეგო საშუალება, პირიქით ეს აღაგრძნებს თავის ტვინის ნეირონულ აქტივობას და პირიქით ახშირებს გულყრებს. არსებობს სპეციალური პრეპარატები, რომლებიც სპეციალურად სამედიცინო კანაფის მოყვანით კეთდება, იცით? იმიტომ რომ იმაში სხვა შემადგენლობა არის და ის დამამშვიდებელ ეფექტს იძლევა, ოღონდ ისიც ისეთ შემთხვევებში, როდესაც მძიმედ მიმდინარე ეპილეფსიური სინდრომებია და ჩვენ უკვე სხვა გამოსავალი არ გვაქვს აი ამ მკურნალობის გარდა და ჩვენთან ეგ დაშვებული არ არის, აკრძალულია. და ადამიანებს გონიათ, რომ ის მარიხუანას წავა დათესავს მოიყვანს და მე თვითონ მოწევს და ეს იქნება მკურნალობის ეფექტი ექნება და მკურნალობის საშუალება. ეს არის აბსოლუტურად ტყუილი. პირიქით ეს იწვევს ნეირონულ დეგრადაციას და პირიქით აგზნების მომატებას და გულყრების გახშირებას. ისეთ ადამიანებშიც კი, ვისაც გულყრა არავის დროს არ გონია და ეპილეფსიური გულყრების მერე იმათი დაჭერა და იმათი შეკავება არის ძალიან რთული. ეს არის საშუალება, რომელიც ფაქტიურად ქერქის ნეირონებს სპობს.